თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე 9-ვე ეპიზოდში ცნო დამნაშავედ და მას 10 წელი მიუსაჯა. ყოფილ მინისტრს აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით. ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი, კერძოდ ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლები, როგორც მისი, ასევე მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული 3 ავტომანქანა. მას ასევე ჩამოართვეს ბინიდან ჩხრეკისას ამოღებული ძვირფასეულობა, მათ შორის ოქროს საათები და ოქროს ზოდები. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. მინისტრის ყოფილ მოადგილეს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და ფულის გათეთრებას ედავებოდა. მისი საქმე 9 სხვადასხვა ეპიზოდს მოიცავდა. ბრალდებული განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. რომეო მიქაუტაძის ადვოკატები განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებენ. წინა სხდომაზე საბოლოო სიტყვისას რომეო მიქაუტაძემ საპროცესო შეთანხმების სურვილი გამოხატა. მისი სიტყვებით ის მზად იყო არარსებული დანაშაული ეღიარებინა და არარსებული ზიანი აენაზღაურებინა. თუ ეს ნაბიჯი დაეხმარებოდა, შვილიშვილის დაბადებას დასწრებოდა. სახელმწიფო ბრალდება დანაშაულის აღიარებას ითხოვდა. საბოლოოდ საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა. საპროცესო შეთანხმება ფორმდება აპელაციაშიც, თუმცა დღეს ისეთი მოცემულობაა, რომ არ აღიარებს ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს. წინა პროცესზე მან გააჯღერა პოზიცია, რომ განცხადება შემოიტანა, თუმცა რეალობა იყო სხვა. მთელი 4 საათის განმავლობაში საუბრობდა, რომ ის მართალია. ამ პირობებში ბუნებრივია საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ ხდება. აღიარება არის ჩვენება, სადაც გულწრფელად ინანიებს დანაშაულს. სასამართლო პროცესზე უნდა მისცეს ჩვენება და თქვას, რომ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და ეს უნდა იყოს გულწრფელი და არა ის, რომ და არა 4 საათის განმავლობაში, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მე მართალი ვარო, ამასთან ბუნებრივია ამ დროს საპროცესო შეთანხმება არ ფორმდება. სამწუხაროდ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა არა მარტო ბრმა არის, არამედ ხშირად ყრუც არის იმ ნაწილში, როცა ბრალდებულის და დაცვის ხარის პოზიციას მოსმენას ეხება საქმე და ხშირად და უმეტესად მას ესმის მხოლოდ ის არგუმენტები, თუ ამას არგუმენტებს დავარქმევთ, რომელიც ბრალდების მხარის მხრიდან ჟღერს. წინასწარ აღიარება რისთვის არის საჭირო, ჩემთვის გაუგებარი არის. თუ ადამიანი აფორმებს საპროცესო შეთანხმებას და თუ მას შეთავაზებენ პირობებს და ის დათანხმდება, ეს ისედაც ნიშნავს, რომ ის შემდეგ აღიარებს, ეთანხმება ყველა ბრალდებას, ანაზღაურებს ზიანს და ასე შემდეგ. რჩება ეგეთი შაბეჭდილება, რომ არც არავინ აპირებდა მასთან საპროცესოს გაფორმებას, ეს უბრალოდ იყო ფორმალობა. ბრალდების მხარე იძახდა, რომ მოგმართოს და განვიხილავთ, თუმცა ფაქტია, რომ მიმართა და არც არავინ განიხილა არაფერი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნის დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, რომეო მიქაუტაძე მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2,556,192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია მოახდინა. მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე იკავებდა.